წავიდეთ ახლა შევამოწმოთ ფოტოხაფანგი. ახლა ახალ ადგილას დავაყენე. და ნახოთ რა არის გადაღებული. დიდი შანსი არის გადაღებული იყოს მაჩვს ღარბა შველი. ეს ორი ცხოველი მინდოდა მე. ნახოთ ახლა რა იქნება გადაღებული. ამ ადგილებში მყავს გადაღებული შველი ორი ტყუპი ნუკრით. ახლა არის ნუკრების პერიოდი, უკვე მოზრდილები ხავთ შლებს. და 3 დღის წინ მონადირეები მაინც ძაღლებს არ ბენინებდნენ და ადევნებდნენ გარეულ ცხოველებს. სამწუხაროდ კიდევ ხდება ესეთი ფაქტები ხშირად. ძაღლმა რომ დაიჭიროს შლის ნუკრი, ადგილზევე მოკლავს. მერე დაბრალდება მგელს, ტურას. და იგივე მონადირეები დაუწყებენ მგელს და ტურას ხოცვას. ერთ საფუჭებენ და მეორესაც უმატებენ ხოლმე. ეს რა ლამაზი ადგილია. ეს პატარა აღმართი გვაქვს. ასავლელი და მერე ახლოსვე არის კამერა. წერღან კავკასიური ციყვი ვნახე. ძალიან ახლოს ვიყავი მისული და მაშინ ვერ ვხედავთ. რომ შეეშინდა გადახტა და სხვა ხეზე აწვა. აქ არის ბევრი ენოტიც და ბევრ ადამიანს აქვს ნათქვამი, რომ სადაც ენოტია, იქ ყველაფერი განადგურდა. საერთოდ არაფერი არ არის ამ წეში განადგურებული ენოტის მხრიდან. განადგურდა მხოლოდ მონადირის მხრიდან. 90-იან წლებში იყო კურდღელიც და 90-იანი წლების შემდეგ წელს დავაფიქსირე პირველად. ენოტიც ყავს და კურდღელიც. გამოდის რომ ენოტი არც სიყვებს გადაგვიშენებს, არც კურდღლებს და არც ფრინველებს. ეს არის ორქიდეა. ნახე როგორია. წავიდეთ. საკმაოდ ძლიერი ქარია. და შეიძლება ფუჭი კადრებიც გქონდეს. რადგან ფოთლების
რხევასაც იღებს ჩვენი ფოტოხაფანგი. აი დავინახე უკვე ჩვენ ფოტოხაფანგი. ნახოთ ახლა რა არის გადაღებული. ოპა. დავჭიდე კარგად. ოცდა სამი კადრი გვაქვს. ოპა, რაღაც ცხოველი ენოტი დღისით თან, აუ რა მაგარია. დღისით მქონდა მხოლოდ ერთხელ გადაღებული. და აი ესეც მეორე. სუპერ. აუ რა მაგარია. ახლა 25 წამიან ვიდეოებზე მაქვს დაყენებული. შეიძლება ბოლო წამებშიც გამოვიდეს ხოლმე. ამ ცხოველი. ღამე რა ხდება ნეტა. მე ვნახავ ხამის კადრებს. აი, ვაუ, მაჩვს ყარბა, სუპერ. სუპერ. ჩვენი მაჩვს ყარბა. აუ რა მაგარია. ეს რატოა მარტო წეს თორი უნდა იყოს ერთად. გამოდი რა, მაჩვს ყარბა. აი. არ ვიცით. აქაც მაჩვს ყარბა, აი. ოპა, გაიარა. შეიძლება ეს მეორე იყოს. აქ წყვილად დადიან ხოლმე. შეიძლება ისევ გამოიაროს. ვაუ, ორივე მაგარი კადრი, მაჩვს ყარბა და ენოტი. აბაშველიც თუ იქნება. ნახოთ. ერთ-ერთი კადრი გვაქვს, ნახე აქ რა ხდება. ო, ვიღაცეები სოკოზე დადიან. იმედია კამერა დაინახეს და არ გააფუჭეს. იმედია კარგი ადამიანები არიან ესენი. არა სოკოს მე აქ ვერსად ვერ ავხედავ და რისთვის მოდიან ვერ ვიგებ. ისევ ღამის კადრი. აბა აქ რა ხდება. მოკლედ არაფერი დანარჩენი უნდა ვნახოთ სახლში, კომპიუტერში. მშვენიერი. 3 დღის წინ დავაყენე ეს კამერა ამ ადგილას. 2 ცხოველი უეჭველი არის. რაც ვნახეთ შეიძლება მეტიც იყოს. შეიძლება შველიც იყოს, უბრალოდ ახლა 35 წამიანი ვიდეოებია და დიდი დრო წავა ყველა ვიდეო ვნახო, ყველა კადრი. სახლში ვნახავ და რაც ცხოველები იქნება აუცილებლად ავტვირთავ YouTube არხზე. ახლა უნდა დაგემშვიდობ.